დღეს დილით ისლანდიაში ნახევარკუნძულ რეიკიანესზე ვულკანის მორიგი მძლავრი ამოფრქვევა დაიწყო. თუ რა ხდებოდა აქ 2 თვის წინ ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ. ეს უკვე მეოთხე ამოფრქვევაა ბოლო 4 თვის განმავლობაში. ამოფრქვევას წინ უძღოდა მიწისძვრების სერია და ორთქლის ამოტყორცნა. წუხელ კი გავარვარებული ლავას გიგანტური ნაკადების ამონთხევა დაიწყო. ხდება ქალაქ გრანდავიკიდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია. ვულკანი სახელად ფაგრადარსფიალი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია მსოფლიოში. იგი მხოლოდ 7 კილომეტრითაა დაშორებული გრინდავიკიდან და იანვრიდან მოყოლებული არისვენებს. ვულკანიდან ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკამდე მხოლოდ 30 კილომეტრია. ვერტფრენიდან გადაღებულ ამ ვიდეოზე კარგად ჩანს, რომ ლავის ამოტყორცნა მიწაში გაჩენილი გრძელი ნაპრალიდან ხდება. ლავა ძალიან თხევადია და სწრაფად ვრცელდება სხვადასხვა მიმართულებით. ვულკანოლოგები ნოემბრიდან აფრთხილებდნენ მთავრობას, რომ ფაგრადარსფიალი ძალიანაა გააქტიურებული და რომ კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა. 7 თებერვლის ამოფრქვევაც ამ ადგილიდან დაიწყო და მარტის დასაწყისშიც ამ ადგილიდან მოხდა. მაშინ რამდენიმე სახლი განადგურდა ქალაქის გარეუბანში. რეიკიანესის ვულკანს ეგრეთ წოდებული ნაპრალური ამოფრქვევები ახასიათებს და იგი არ გავს სტრატოვულკანებს. როგორიცაა მაგალითად ეტნა, ვეზუვი, იალბუზი ან მყინვარწვერი. ასეთი ვულკანები არ გამოყოფენ ფერფლს, რომელიც ძალიან მაღლა ადის სტრატოსფეროში და ხელს უშლის თვითმფრინავების ფრენებს. ვულკანოლოგები ვარაუდობენ, რომ ფაგრადარსფიალის ამოფრქვევა 10 წლეულების განმავლობაში გაგრძელდება და შესაძლოა ნახევარკუნძულის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. სავსებით შესაძლებელია, რომ რეიკიანესი საერთოდ მოწყდეს ისლანდიას და კუნძულად იქცეს. ისლანდიის მთავრობამ სასწრაფოდ ააშენა დამბების მთელი სისტემა. ამ დამბების მიზანია, როგორც წყალდიდობებისას, დაიცვას დასახლებული პუნქტები ლავის შემოტევებისგან. ისლანდიაში 30 მუდმივ მოქმედი ვულკანია. აქ კარგადაა განვითარებული ეგრეთ წოდებული ვულკანური ტურიზმი, რომელიც ექსტრემალური ტურიზმის პოპულარული სახეობაა. ასევე ისლანდია თითქმის მთლიანად აკმაყოფილებს თავის ენერგეტიკულ მოთხოვნებს ვულკანების მიერ გამომუშავებული თბური ენერგიით. ცისფერი ლაგუნა, რომელიც ძალიან პოპულარულია ტურისტებში, შესაძლოა საერთოდ გაქრეს. აქ ამოფრქვევისას რამდენიმე 1000 ტურისტი იმყოფებოდა, რომლებიც სასწრაფოდ გაიყვანეს საშიში ადგილიდან. სეისმოლოგები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ შესაძლებელია ახალი დიდი ზომის ნაპრალების გაჩენა. დღეისთვის ყველაზე გრძელი ნაპრალი 3 კილომეტრზე მეტია. თვით ფაგრადარსფიალს ბოლო 6000 წლის განმავლობაში ეძინა და ახლა ისე იქცევა, როგორც ახალგაღვიძებული ონავარი ბავშვი, რომელმაც არ იცის საწაიღოს ძილში დაგროვებული ენერგია. ამ გამოღვიძებას თან ახლავს 40000-ზე მეტი მცირე და საშუალო სიმძლავრის მიწისძვრები. ლავა ძალიან სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით სამხრეთისკენ, სწორედ იქეთ, სადაც ისლანდიელებმა დამბები ააშენეს. ისლანდიელები საუკუნეებია პირდაპირ გაგებით ვულკანებზე ცხოვრობენ. აქ სასმელი წყლის და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დეფიციტია. მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ უშლით მათ მსოფლიო რეიტინგებში ყველაზე ბედნიერი ხალხის სტატუსი ჰქონდეთ. და რადგან ისლანდიაში ძალიან დაბალია კორუფციის დონე, რომელიც ფაქტიურად არ არსებობს, ქვეყანა, რომელსაც ცეცხლოვან მიწაზე უწევს არსებობა, თავისი მოსახლეობის ძალიან მაღალი ცხოვრების დონით ამაყობს.